Ამჟამად შესაძლოა სკანდალში გაეხვეს ვრცელდება ინტერნეტში დოკუმენტი, რომლის თანახმად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც 261,757 გირვანქა სტერლინგი ჰქონდათ, რომელიც არ არის მითითებული 2014 წლის დეკლარაციაში. სწორედ ამ მხრივ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეტენზიები ამ თემაზე, თუ რატომ არ იყო დაფიქსირებული აღნიშნული თანხები. თემაზე ნატა ქაჯაია მუშაობს, ის გაიცნო დეტალებს, განაგრძობს სტუდიიდან პირდაპირ ეთერში საუბარს. ნატა, ხომ არ გაუკეთებია თავად დავით ბაქრაძეს უკვე ამ თემაზე კომენტარი. ლაშა, დავით ბაქრაძე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან ის იმყოფება საქართველოში, ჩვენ მასთან დაკავშირებებს ადეთ ტელეფონით, თუმცა ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თუმცა კომენტარები ჟურნალისტებთან გააკეთეს. დავით ბაქრაძის თანაგუნდელებმა ერთ-ერთი დავით არჩიაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაბრუნდება თბილისში და ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, თავად გასცემს პასუხს. თუმცა არჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ ბაქრაძე კანონს არ დაარღვევდა. საბოლოო ჯამშელო თვითონ ჩამოვა, თვითონ გასცემს პასუხს, რასთან გვაქვს საქმე, ეს არის ფაბრიკაცია, ეს არის მისი პირადი წერილის მოპარვის ფაქტი და მერე გამჟღავნების და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბაქრაძე თავისი ცხოვრების განმავლობაში არაფერ უკანონოს არ ჩაიდენდა და არც უკანონო ფინანსურ მაქინაციებში არ იქნებოდა და ინტერნეტში გავრცელებულ დოკუმენტზე ავთენტურობის დადგენას ითხოვს სამოქალაქო სექტორი. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩვენ ჩავწერეთ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ელოდებიან დავით ბაქრაძისგან კონკრეტულ პასუხს, ჰქონდა თუ არა მას ანგარიში გახსნილი ბრიტანულ ბანკში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი არის ნამდვილი, სამოქალაქო სექტორი თვლის, რომ ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რადგან თანამდებობის ყველა პირს საქართველოში კანონი ავალდებულებს, რომ ქონებრივი დეკლარაცია სწორად შეავსონ, მაგრამ კანონში არსებობს ერთი ხარვეზი. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ბრიტანულ ბანკში დავით ბაქრაძეს და მის მეუღლეს ჰქონდათ ანგარიში გახსნილი, კანონი არ ითვალისწინებს დაჯარიმებას. პარლამენტარ დავით ბაქრაძის ანგარიშის შესახებ ბრიტანულ ბანკში, ამის შესახებ მის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არაფერი არ არის. თუ მას ეს ანგარიში ჰქონდა, აუცილებლად უნდა მიეთითებინა, იმისთვის არის ვალდებულება თანამდებობის პირისთვის, რომ გამოაქვეყნოს თუ რა ქონებას ფლობს, რა თანხას ფლობს და რომელ ანგარიშზე აქვს ეს თანხები განთავსებული, ეს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული. თუ არ არის მითითებული, თავისთავად ეს დარღვევაა. დავით ბაქრაძეს დეკლარაცია აქვს შევსებული მიმდინარე წლის ივნისის თვეში და თუ კი ეს საბანკო ანგარიში იყო გახსნილი მანამდე, ანუ ივნისის თვემდე, მას ჰქონდა ვალდებულება აუცილებლად აესახა ეს ინფორმაცია დეკლარაციაში. დეკლარაციის არასრულად შევსება იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა არ კონკრეტულად არ განსაზღვრავს, რა ტიპის დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პარლამენტის წევრს. ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენ ვამზადებთ სიუჟეტს და მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში თქვენ მოისმენთ იურისტების პოზიციას, თუ რამდენად კანონიერად მოხდა ბრიტანული ბანკიდან ამ დოკუმენტის გავრცელება. ნატა ქაჯაია იყო, დეტალები უკვე ნახეთ ამ თემის საღამოს გამოშვებაში, ჩვენ კი განვაგრძობთ